სტუდიაში შემოგვივიდა ახალი Xeon 96 მიქსერი, რომელიც არის ბრიტანული წარმოების და თავის წინამორბედისგან Xeon 92-ისგან განსხვავდება იმითი, რომ არის უფრო მეტად digital მიქსერი და აქვს ჩაშენებული sound კარტაც და აქვს მხარდაჭერა ორი ლეპტოპის. Xeon 92-ის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ცალკე გადამყვანები, რომელსაც ანალოგიდან გადავყავათ digital-ზე. ამ შემთხვევაში ამ მიქსერს აქვს კერძო digital-თან უპირატესობები. ასევე ამ კონკრეტულ მოდელს აქვს დამატებული LFO ფუნქციის ნაცვლად, რომელიც წინამორბედში იყო. ამ მიქსერზე გვხდება ჩვენ სიგნალის გადატვირთვა, იგივე crunch ეფექტი, რომელიც ძალიან კარგად ჟღერს ვოკალებზე, ბასებზე, lead პარტიებზე და ასე შემდეგ. Ბევრს აინტერესებდა, რომელ მიქსერებზე ვსწავლობთ, რა აპარატურაზე ვსწავლობთ და მე გეტყვით იმას, რომ ჩვენ სამივე მიქსერს განვიხილავთ, როგორც Xeon 92, 96 და ასევე Pioneer-ის მიქსერებს.